58 დღის განმავლობაში ყველანი მშვიდობიანად ყოველგვარი კანონის ჩარჩოებში ვაპროტესტებდით არსებულ მდგომარეობას, რატომღაც გადაწყვიტა სოცკის ხელმძღვანელობამ და მისმა დაქვემდებარებულმა დირექციამ, რომ მაღაროებზე შემოწმებები უნდა დაეწყოთ, შემოწმებები ჩვენს გარეშე დათვალიერებები, ჩვენ გვაქვს იმის შიში, რომ ჩვენს გარეშე შემოწმება გამოიწვევს იმას, რომ შეფასება მოხდება არარეალური მაღაროებისა, იტყვია, რომ მაღარო არის ძალიან წამგებიანი, აქ იმდენი უკვე გრევა დაზარალებაა, რომ ძვირიჯდება ამის შენახვა და აღდგენას აზრი არ აქვს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მაღაროები უნდა აღდგეს, მაღაროელებმა მუშაობა უნდა დაიწყოს და რადგან ნდობა არ გაგვაჩნდა ამ ადამიანების მიმართ, ამიტომ მოვითხოვეთ ჩვენი ჩართულობა იმ კომისიაში, რასაც მაღაროების შემოწმება ქვია. მათ არის სურვეს ჩვენი ჩართულობა, რამაც გამოიწვია ჩვენი გულისწყეთა და გაღიზიანება. ამიტომ ერთ-ერთი მაღაროს დათვალიერების შემდეგ, როდესაც ბრუნდებოდნენ, მაღაროს დირექტორმა აქციის მონაწილეებს უწოდა ნახირის ჯოგი თენგიზი კობერიძე, რომელიც თავს დაზარალებულად აცხადებს, ასევე ყავს მას ორი რუსი მოწმე, ჯერ საკითხავია რუსი რატო ყავდა მანქანაში და რას აკეთებდნენ მაღაროს ტერიტორიაზე რუსებთან ერთად, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ რუსი ოლიგარქი სოცკი, რომელიც ცდილობს გადმოიბაროს, ასევე ცდილობს რეჟიმი დაამყაროს. ამიტომ პროვოკაციაზე წამოაგეს ბიჭები, თუმცა ადამიანები, რომლებიც არიან ეხლა დაპატიმრებული და დღეს წინასწარი ორთვიანი შეუფარდეს, ადგილზე არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად ვერ ადასტურებს ვერანაირი უტყუარი წყარო მათ იქ არსებობას, არა მარტო ჩხუბს და ჩართულობას, არსებობასაც კი, გარდა იმ რუსი მოწმეებისა, გარდა იმ რამოდენიმე ადამიანისა, ვინც უშუალოდ მისი კოლექტივის წევრია და ზუსტად დღეიდან უკვე უნდა შევიტანოთ ცილის წამებაზე და უნდა შევიტანოთ უკანონო დაკავებაზე სარჩელი, რადგან ჩვენი მეგობრები 4 ადამიანი და 4-დან 2 შიმშილობს ციხეში, იქნას დროულად ციხიდან გათავისუფლებული და პირიქით ამ ადამიანს დირექტორს თენგიზ კობერიძეს ძალიან ბევრი ცოდვები იქით აქვს, აქ იმყოფება ადამიანი, რომელსაც მალე გამოვიყვან და ისაუბრებს, ვისაც ქმარი დაეღუპა მაღაროში და ეს საქმე ბუნდოვანია, ჯერ კიდევ და არ არის გამოძიებული. ამიტომ პროვოკაციამ კარგად იმოქმედა მათთვის 2 დღის განმავლობაში, ვიდრე შემთხვევა მოხდებოდა, მანამ პოლიციაში გადიოდნენ დავალებებს, ვარჯიშობდნენ ალბათ, რა როგორ უნდა მომხდარიყო, პოლიციის ესკორტი ყოველთვის თან დაყვებოდა ყველა მაღაროზე და ყველა საწარმოზე ზემოთ აღნიშნულ პიროვნებებს და ზუსტად იმ მომენტში 100 მეტრში გადაუხვიეს, მიატოვეს და ესეთ პროვოკაციას წამოაგეს ბიჭები, მაგრამ არა ის ბიჭები, რომლებიც ეხლა ციხეში იმყოფებიან. აქციის ლიდერები არიან ყველა. ამით ცდილობდნენ, რომ აქცია დაეშალათ, შეეშინებიათ, დაეშანტაჟებიათ ხალხი და მეორე არის ზუსტად ვაჭრობის საგანი. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ავშლით კარვებს, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ დავამთავრებთ პროტესტს, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა პირობით გაიხსნება მაღაროები, რამდენი ადამიანი დასაკვდება ან რამდენი დარჩება უმუშევარი, ოღონდ კი ციხიდან ბიჭები გაათავისუფლოს, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოგვარდება. მაგრამ თვითონ ციხეში დაპატიმრებული ბიჭების თავარი მოთხოვნაა, არ ივაჭროთ ჩვენი პატიმრობით, არ შეშინდეთ, გავადრო და ჩვენ გამოვალთ გარეთ, ჩვენ გავიმართლებთ თავს, ჩვენ დავამტკიცებთ ჩვენ სიმართლეს, ამიტომ არ წამოეგოთ პროვოკაციებს და არ ივაჭროთ ჩვენი თავისუფლებით. 2024 წლის 1 ნოემბერს მოულოდნელად გაგვათავისუფლეს სამსახურებიდან, შეწყდა მუშა პროცესი და 60%-ის ხელფასის ანაზღაურების ამარად და ბანკების ამხელა ვალდებულების ამარად დატოვეს ჭიათურელები და მაღაროელები. ამან გამოიწვია უარყოფითი შედეგი 2025 წლის 28 თებერვალს ხელფასის არ დარიცხვის გამო, 2 თვის ხელფასი იყო უკვე დასარიცხი,
მშიერი მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩაში და გააპროტესტეს ის უკანონობა, რასაც ხელფასების დარიცხვა ქვია, რასაც კომუნალურების გამო შუქის და გაზის ჩაჭრა და ასე შემდეგ. შიმშილობის ზღვარზე იყო ჭიათურა. ამას საპასუხოდ მოაყოლა კომპანიამ 7 მარტს, რომ მე ვარ კრიზისში, გავდივარ ჭიათურიდან, ვამთავრებ მაღაროების მუშაობას და კარგად ბრძანდებოდეთ. ამას ამ განცხადებას კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია მოყვა მოსახლეობისგან და ჭიათურელებისგან. ჩვენი პროტესტის შედეგად ვაიძულეთ კომპანია გადაეხადა 2 თვის 60%-იანი ხელფასი, ასევე ვაიძულეთ კომპანია, რომ მაღაროების დახურვის ნაცვლად აღდგენაზე და მუშა პროცესის გამართვაზე ეფიქრა და ესაუბრა, თუმცა მუშა პროცესს ცდილობს გამართოს და აწარმოოს თავისი პრინციპებით. პრინციპები ასეთია: 12 საათიანი ვახტური რეჟიმი უნდა შეამციროს, გახადოს 8 საათიანი, სანატორიუმი, სადაც 12 საათიანი თანამშრომლები ისვენებდნენ და იკვებებოდნენ, გაუქმდეს მუშებისთვის და ადმინისტრაციული ცენტრი გახდეს იქ. ასევე გათავისუფლდეს 3620 ადამიანის და აქედან თავიდან აღადგინონ დაახლოებით 1500 დასაქმებული, დანარჩენი დასაქმებულები უბრალოდ მათ არ ჭირდებათ. ასევე კიდევ ბევრი სტაჟი, დამსახურება, საპენსიო და ასე შემდეგ, რაც ბრძოლით გვაქვს მოპოვებული, ყველაფერი განოლდეს, უქმე დღეები განოლდეს, ყველაფერი ჩაიყაროს წყალში და ახალი ფურცლით დავიწყოთ ურთიერთობა იმ კომპანიასთან, სადაც ხალხს 30 და 40 წელი აქვს ნამსახური. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. ეს არის იმ განცხადების შინაარსი, რაზეც ხელს აწერიებენ და ეს არის მთავარი პრობლემა ამ პროტესტის და რასაც ეხლა ვაპროტესტებ. უკანონობაა თავიდან ბოლომდე განცხადებაზე ხელის მოწერა და არავინ არ უნდა დანებდეს და დათანხმდეს სამუშაო ადგილების შემცირება ჭიათურაში.